გამარჯობა. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე ლაზარეს შაბათი, რომელიც ძალიან მიყვარს და ლაზარეს შაბათთან არის დაკავშირებული ძალიან მე და ჩემი მეუღლის ძალიან უცნაური ისტორია. ვართ კვიპროსზე და ლარნაკაში, დედაქალაქი არის კვიპროსის და სრულიად შემთხვევით და მოგეხსენებათ სამყაროში სრულიად შემთხვევით არაფერი არ ხდება. მივადექით ტაძარს. შევდივართ ამ ტაძარში წმინდა ლაზარეს სახელობის. თუ გასაგებია წმინდა ლაზარეს სახელობის, გამოვხატეთ ჩვენი პატივისცემა, ჩვენი მოკრძალება და შევედით ტაძარში. საოცრება, თურმე წმინდა ლაზარეს წმინდა ნაწილები. ეხლა დავფიქრდი რა ხდება. და მოხდა ისე, რომ მოვხვდით იმ ადგილას და ფაქტიურად კვიპროსზე ქრისტიანობის მამამთავარად ითვლება წმინდა ლაზარე. ისეთი ისტორიები მოვისმინეთ და აღაც საოცარი, ბავშვებო, ისეთი საინტერესოა და თან მით უმეტეს იმისა, რომ წმინდა ლაზარე დაკავშირებული არის საქართველოსთან. და როგორც იოანე ზოსიმე იძახის, ყოველი საიდუმლოი ქართულ ენასაში განარს დამარხულ და ენას ამასა შინას აყარებასა შინა ლაზარე ხია და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო დღე არის და ძალიან როიტყვიან ჩვენთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე და ამ განსაკუთრებულ დღეს ჩვენ გვინდა რომ საშობაო საჩუქრები გადმოგცეთ ჩვენო პატარებო. პირველ რიგში მაბატეთ, იმიტომ რომ საშობაო, იმიტომ წამომწდა ახლა მაგასაც გეტყვით, რომ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც გახლავთ გერმანიაში საქართველოს სამეფო დინასტიური მამუკა ბაგრატიონის ფონდის დამფუძნებელი გახლავართ. მე ორგანიზატორი ამისი, ესე იგი არის მამუკა ბაგრატიონის ფონდი და მხარდამჭერები, რომელიც ყოველთვის გვერდით იდგას, ეს არის სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზი. და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ირაკლი ბრეგვაძეს, ბატონ გოგიტა მელიქიძეს, ბატონ შოთა ზედგინიძეს და აგრეთვე ბატონ ნინო მერძენიშვილია, ბატონი ანა მუკავა გახლავთ, ბატონი დოდარ მამუკაშვილი გახლავთ და ბატონი ილია აჭარაშვილი გახლავთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოგიტა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ფაქტორი და ჩვენ ერთობით ვაკეთებთ ამ კეთილ საქმეს. მოგეხსენებათ, მე წავიკითხავ ყველასთან ბავშვებო თქვენთან იქნება ესეთი ფურცლები, სადაც ჩვენი უწმინდესი არის, უწმინდესის
სურათი არის გამოსახული და წერია მისი საყვარელი სიტყვები, აი რომელიც როგორც ჩვენმა დიდმა ილია ჭავჭავაძემ ბრძანა ენა მამულის სარწმუნოება, აი ესეთი რამეა, ნათქვამი, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, ანუ ისეთ სივრცეებში გადის უფრო ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. და წავიკითხავ აქ რაც წერია, რომ საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ნათელხმწოვნას ეძღვნება ეს საქველმოქმედო აქცია. სხვაგვარად არ შეიძლება ყოფილიყო. მე მინდა მეგობრებო, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჩვენი უწმინდესის ზონას. მადლობთ. ჩვენი ფონდის წარმომადგენლის პრინც ნოდარ ბაგრატიონი არის გერმანიაში წარმომადგენელი, ჩვენი ფონდის დინასტიის წარმომადგენელი, რომელიც ფაქტიურად შობის ქველმოქმედებას და სააღდგომო ქველმოქმედებას ხელმძღვანელობს. მას აქ თავის თავზე აღებული და ძირითადი ესე რომ ვთქვათ ორგანიზატორი, აი მატერიალური ხელშემწყობი გახლავთ ბატონი ნოდარი. და ძალიან დიდი მადლობა კიდევ და კიდევ სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზს, რომელიც ყოველთვის ჩვენ ფაქტიურად ერთნიბარს, ერთად ვართ და ერთად ვაკეთებთ კეთილ საქმეს. და რა თქმა უნდა სამების ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით არის და თავარი დევიზი, აი ჩვენ აქ გვიწერია, ეს არის სიყვარულით თესო ციკეთ. მე მინდა რომ აი ჩვენ ფონდში არის ორდენის კავალერები, ჩვენ ორდენი გვაქვს დაარსებული, ძალიან ბევრი ბაგრატიონებით შემოდიან ამ ორდენში და აგრეთვე ძალიან მინდა გთხოვოთ ბავშვებო თქვენ რომ სპორტით დაკავდით. არასოდეს არ მოცილდეთ ტაძარს და ეკლესიას და თქვენ წმენას და სპორტით დაკავდეთ. აი მე თვითონ კარატეში ვარ ბავშვობიდან და ამან აი ცით მოგაწესრიგებთ და ყველაფერში მოგეხმარებათ საბრძოლო ხელოვნება. ძალიან მნიშვნელოვანი არის და ბევრი საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლები არიან ჩვენი ფონდის ორდენის კავალერი. ეხლა მე რო არ გამიგრძელდეს სიტყვა, დამსწრე საზოგადოებას ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ. დიდ მადლობას მოვახსენებ სამხედრო ისტორიული საზოგადოების წარმომადგენლებს, დიდ მადლობას მოვახსენებ იერუსალიმის ტაძრის მცველთა წარმომადგენლებს და ბატონ ლემას შემდეგ თხოვ სიტყვასაც და პირველ რიგში მე მინდა რომ სიტყვა თხოვ ბატონ გოგიტა მელიქიძეს, მოგზაინდ ბატონო გოგიტა და ბრძანეთ. მადლობა ბატონო მამუკა. მადლობა თვითეულ თქვენთაგანს დღევანდელი შეხვედრისთვის. ეს შეხვედრა დიახ საქველმოქმედოა და აი ამ ქველმოქმედების კეთილგანწყობილების შესახებ უკვე მოგახსენათ ბატონმა მამუკა ბაგრატიონმა და მინდა აი ეს სახელი და გვარი, ბატონ მამუკას სახელი და დიდებული გვარი ჩვენი სამეფო დინასტიისა ბაგრატიონთა გვარი ხშირად იხსენებოდეს აქ და იხსენებოდეს ყველგან, სადაც ქართველები ვართ და სადაც ქართველები ვიქნებით. რამე თუ ჩვენი ისტორიის წვეტილობამ გამოიწვია ის, რომ მოვწყდით იმ სამეფო კულტურას, რომელიც ბაგრატიონების გვართან გვაკავშირებდა და აი ამ გვართან მისასვლელი გზა დღეს გადის იმ ქველმოქმედებაზე, იმ კეთილნებაზე და იმ კეთილ გონიერ დამოკიდებულებებზე, რომელიც აი ამ ღონისძიებებში ცხადდება და სახიერად იკვეთება. დიდი მადლობა მინდა აიხსენებული იყო გერმანიაში წარმომადგენელი პრინცი ნოდარ ბაგრატიონი, მადლიერებით განწყობილი მის მიმართ, რომ ის მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არის, ზრუნავს საქართველოში ამ მცხოვრებ ბავშვებზე და ზრუნავს იმ საბაგრატო
ბაგრატიონო კეთილ საქმეზე, რომელიც საქმეც დაკავშირებულია აი ამ დიდ დღესასწაულთან, საავდგომო დღესასწაულთან და რაც მთავარია დაკავშირებულია ჩვენთვის უსაყვარლეს და ჩვენთვის უძვირფასეს პატრიარქის ხსოვნას, რომელიც ხსოვნის დღეებშიც ვიმყოფებით თითოეული ჩვენთაგანი. იმის გამო, რომ ჩვენთან აი ბავშვები ხართ წარმოდგენილი, მე თავისუფლებას მივცემ და აი ჩვენთან არის დროშები და აი ამ დროშების შესახებ გეტყვით ცოტას. ხშირად დროშებს გამოფენთ ხოლმე და ამ დროშებს არავინ არ აქცევს ყურადღებას და მე ისე დავიშლებით, რომ იქ დროშა იყო თუ არა ვერც კი ვამჩნევთ. თქვენ მინდა შეამჩნიოთ და იცოდეთ, რომ საქართველოს სამეფო დროშა წმინდა გიორგის გამოსახულებით არის ჩვენთან. სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის დროშა, სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზი არის ის გაერთიანება, რომელიც გვაერთიანებს ყველას, იმიტომ რომ ყველანი ვატარებთ გვარს, ყველანი ვართ გვარიშვილები და აი ამ ყველას გაერთიანებას წარმოადგენს სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზი, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ ბატონი ირაკლი ბრეგვაძე და აქ წარმოდგენილია გამგეობის წევრები ამ დარბაზისა და აქვე მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო ის, რომ ბატონ მამუკა ბაგრატიონის სახელობის ფონდთან ერთად დიახაც ჩვენც ჩართული ვართ აი ამ ღონისძიებაში, ანუ ჩართულია სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზი და ეს ერთობლივი ქმედება, ეს ერთობლივი სულისკვეთება იმ სიკეთესთან არის დაკავშირებული, რომელიც სიკეთეს ჩვენთვის ძვირფას ბავშვებს შეგეხებათ. და მესამე დროშა, ჩვენთვის ძვირფასი 5 ჯვრით მადლმოსილი დროშა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა. თქვენ კარგად იცით ეს 5 ჯვარი რასაც ნიშნავს. ქრისტეს სხეულზე გამოსახული 5 ჭრილობა, სისხლისფერი ჭრილობები, რომლებიც წითელი ფერით არის დატანილი ამ დროშაზე და თითოეული ეს დროშა არის მთელი საქართველოსი და არის თითოეული თქვენთაგანისთვის. გეამაკებოდეთ და გეძვირფასებოდეთ, რომ თქვენ იმ ქვეყნის შვილები ხართ, რომელ ქვეყანასაც ასეთი ღირსეული დროშები აქვთ, რომ ქვეყანასაც ასეთი დიდებული სიმბოლიკა აქვს და ეს არა მხოლოდ სიმბოლიკაა და არა ნიმუშია ხელოვნებისა, არამედ ის სულიერი კვეთება და ის სულიერი სწრაფოა გამოხატული, რომელსაც ატარებს ჩვენი ქვეყანა და ატარებს ჩვენი ხალხი. თუ რაიმე საკითხზე ბატონი მამუკა მეტყვის რომ ყურადღება გავამოხილოთ, სიამოვნებით თქვენთან ვარ სამსახურად. ერთადერთი იმის დამატება მინდა და შევსება ესე რომ თქვა ამ საუბრის რომ ყველას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, იმიტომ რომ აქ ბევრი ბაგრატიონები არიან ჩართულები ამ ქველმოქმედებაში. ძირითადად ბატონ ნოდარი აკეთებს და მისი ოჯახი, მაგრამ აქაც ძალიან ბევრი გვერდში გვიდგას და ერთობით ვაკეთებ. და ერთობა ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და გადაცემისას მე ვასრულებ ხოლმე ყოველთვის ცოტა ბაგრატოვანი გადაცემა ვასრულებ, რომ ეშმაგი ყოფს ღმერთი აერთიანებს. საოცარი ფორმულა თქო, დიახი, საოცარი. როგორ ბატონ მამუკა რამოდენიმეჯერ ახსენა მადლობა და მადლიერება, იქ სადაც მადლიერება მხოლოდ იქ არის. ხოლო სადაც არ არის მადლობა, იქ მადლიერება არ არის. და ბრძანა უკვე ბატონმა მამუკამ იქ რა არის და ვინ არის. შორს ჩვენგან ის და ვიყოთ იქ, სადაც მადლია უფლისა ჩვენისა და სადაც მადლიერებაა. მადლიერება ბატონ მამუკა ბაგრატიონის სახელობის ფონდს, მადლიერება სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზს და მადლიერება თითოეულ თქვენთაგანს, რომ დღეს აქ ახართ და წმინდა სამების ტაძარში ესწრებით იმ ღონისძიებას, რომელიც მადლიერების ღონისძიება, რომელიც სიკეთის ღონისძიება, თავისი დევიზით უკვე გააჟღერა ბატონმა მამუკამ, როგორი სიყვარულითა და როგორი სიკეთით სავსე არის გაზრახულობა დღევანდელი შეხვედრისა. მადლობა თქვენ დღევანდელი დღის აქ ყოფნისთვის. მე მინდა რომ სტუმრებიდან ბატონ ლევან ჩხეიძეს თქო, ორი სიტყვით თუ ინებებს თუ მოგზანდებით. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. ილში ბატონი ლევან ჩხეიძე. მადლობას მოახსენეთ მამუკა ბაგრატიონის ფონდს, რომელიც ასეთ საქველმოქმედო საქმეებს აკეთებს და ბავშვებს აჯილდოებს, ახარებს სხვადასხვა ესე ვთქვათ ჯილდოებით, ასევე მადლობას მოახსენებ ჩვენს მასპინძელ საგვარეულოთა კავშირს, რომელიც ყოველთვის მზად არის ასეთ კეთილ საქმეებს აღმოუდგეს გვერდში და დაუჭიროს მხარი. დღევანდელ დღეს ბატონო მამუკამ ისაუბრა ბავშვებო ლაზარეს შაბათზე და თქვენი ნებით მოვკლეთ ორი სიტყვით ვიტყვი რა დღესასწაულია ეს და რატომ ზეიმობთ ჩვენ ამ დღეს. საერთოდ
მას ხო არ ეცა მოევლიდა იესო ქრისტე ამ ქვეყანას. დაახლოებით მისი ღვაწლი იწყება თუმცა ის იყო 30 წლის ასაკში და პირველი სასწაული რომელიც მან ჩაიდინა ეს იყო თავისი დედის თხოვნით, როდესაც ღვინო აქცია, წყალი აქცია ღვინოთ ქორწილში. მას ხო ძალიან უყვარდა დედა, ღვთისმშობელი მარიამი და უარი ვერ შეკადა. თუმცა ეს მის გეგმებში ეს სასწაულის მოხდენა, პირველი სასწაულის მოხდენა საერთოდ არ შედიოდა. მისთვის სასწაულის მოხდენა იყო უკავშირდებოდა რას? რომ ხალხისთვის დაენახებინა ის წინასწარმეტყველების აღსრულება, რომ მოახლოებულია, რომელიც იყო ძველი ბიბლიური წინასწარმეტყველებისგან ნაწინასწარმეტყველები და ყველა სასწაული ეს იქნებოდა მისთვის თვალის ახელა, ეს იქნებოდა კეთროვანის განკურნება, თუ ეს იქნებოდა მიტევება სოდვილებისთვის, თუ ეს იქნებოდა დაუშვათ დავდომილის ფერზე დაყენება, ეს ყველაფერი უბრალოდ ისეთი უკერკეთებოდა, რომ ეს უბრალოდ ადამიანს უჭირდა და ამით იცნობდა ის ყველა ადამიანს ხო ვერ მოარჩენდა ფიზიკურად ხო მას, მაგრამ ამ სასწაულების მოხდენით ის სიმბოლურად აღზარდებდა საზოგადოებას, რომ გაახილეთ თვალი, რომ იხილეთ სასწაული, რომ აი უფალი მოსულია და ბოლო სასწაული, რომელიც მაცხოვრა მოახდინა, სწორედ უკავშირდება რას, რომ ის თავისი სიცოცხლეში ეუბნებოდა თავის მოსწავლეებს, რომ იგი გარდაიცვალებოდა და მესამე დღეს აღდგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოციქულებამ მისი ყველა სასწაული ნახეს, მაინც ძნელი დასაჯერებელია, ხო ადამიანი გარდაიცვალოს და შემდეგ აღდგეს ყდრეთით. და სწორედ ის, რომ ეს შესაძლებელი იყო და სასწაული რა არის? სასწაული არის ის, რაც ბუნების კანონებს, ხო ჩვენ ყველანი ბუნებაში ცხოვრობთ, გვაქვს კანონები, ფიზიკის კანონები, ქიმიის კანონები, გვაქვს თქვათ ბიოლოგიის კანონები. სასწაული არის ისეთი ქმედება, რომელიც ამ სამყაროსეულ კანონებს არ გვაქვს და ამ კანონების მიღმა არის და ხო სწორედ უფალს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ამ დედამიწის თქვათ ამ ბუნებრივ კანონებს გასცდეს და ამ ბუნებრივ კანონებზე წინ ისე თქვათ იმოქმედოს, ხო? და სწორედ იმიტომ რომ შეემზადებინა თავისი მოსწავლეები და როდესაც ის კუდელი დააღწევოდა და ისინი მიიღებდნენ ამ შეთქმულებას, მათთვის არ ყოფილიყო ეს როგორ გითხრათ ძიმე მისაღები და წარმოუდგენელი. და სწორედ ამიტომ როდესაც ის იერუსალიმში მიდიოდა, გადაწყვიტა მის ძალიან საყვარელ მეგობარს ლაზარეს წვეოდა და მას შეხვდა მისი დები მართა და მარიამი, რომელმაც უთხრეს რომ ლაზარე გარდაიცვალა უკვე ერთი კვირაა და ის სარკოფაგში ესვენა. თავდოს მიდის მაცხოვარი სარკოფაგთან უბრძანებს რომ გააღოს სარკოფაგი და მიმართავს ლაზარეს და ეუბნება ლაზარე გამოდი. და ლაზარე უკვე ერთი კვირის მიცვალებული, რომელიც ერთი კვირა დაკრძალული იყო, აბსოლუტურად გამოდის, ესე ვთქვათ, საღი და წავიდება საზოგადოებას, ხო? ამით მაცხოვარმა აჩვენა რომ მას შეეძლო ერთი დაღდგენილი ადამიანის გარდაცვლილი ადამიანის აღდგენა და თუ მაცხოვარს შეეძლოს ღვთის გაცოცხლება, მისთვის არც პრობლემა არ იქნებოდა თავისი აღდგენა, ხო, თავისი სხეულის გარდაცვალებიდან. სწორედ ამ დღესზე იმავ დღეს მოხდა ეს დიდი სასწაული და შემდეგ როგორც ამობენ ლაზარე იმოგზაურა იმ ქვეყნად და ჩვენ ვიცით რომ მაცხოვრამდე ყველა ადამიანი მიდიოდა ჯოჯოხეთში, იმიტომ რომ ჯერ ადამიანს პირველი წოდი არ ქონდა მითაებული და ლაზარემ რომ ნახა იქაურობა და იქაური სამყარო, იქაური ჯოჯოხეთი ამობენ რომ ისე განიცდიდა რომ სულ ესე ვთქვათ საშინელებების დახვისგან სულ ესე ვთქვათ მოწყერილი იყო და საერთოდ არ იგინოდა და არ იცინოდა გარდაცვალებიდან აღდგომის შემდეგ. და მამუკამ როგორც სწორად გზავნა შემდეგ უკვე ლაზარეს როცა წილი იყარეს მოციქულებმა და ვიცით რომ საქართველოს წილად ერგო ღვთისმშობელს, ლაზარეს ნამდვილად ერგო წილად ესე ვთქვათ კვიპროსი და იქ ადაგებდა ქრისტიანობას. და ბატონო საოცარი ის არის რომ თურმე ერთადერთად გაიღიმამ ცხოვრებაში, ერთადერთად არ იღიმებოდა ისეთი რამე ნახა, არ იღიმებდა. და ერთხელ გაიღიმა, როდესაც დაინახა ქალბატონს მოყვანდა თიხის ჯურჯელი. და თიხას თიხა მოაქვს თუ რაღაცა და გაიზიმა, აი ესეთი ისტორია. მოკლედ ეხლა ვარ შევიდეთ ძალიან ბევრ კი ბატონო. და ესე იგი ინფორმაციულ ველში. მოდით დავიწყოთ დასაჩუქრება და ბატონო გითხრათ თოთ.